თქვენი პარტიის ლიდერზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი სააკაშვილზეც. მას როგორ ხედავთ, მის როლს როგორ ხედავთ ამ სიტუაციაში, თქვენ თავს როგორ ხედავთ თქვენს პარტიას ამ კონფიგურაციაში და როგორ უყურებთ ეს რა გამარჯვება, რა ტიპის გამარჯვება და რისი მომასწავებელია თქვენთვის და პოლიტიკური ოპოზიციისთვის? კი ბატონო, პირველ რიგში არ შემიძლია არ თქვა, რომ ეს უდაოდ არის წარმატება, ის რაც დღეს მოხდა და მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მიხვდა, რომ ამ ეტაპისთვის საჭირო არის ნორმალიზაცია. და მისასალმებელია, რომ ოპოზიციამ იპოვეთ ძალა იმისათვის, რომ წასულიყავით გონივრულ ოპტიმალურ კომპრომისზე. ეს ნამდვილად არის მისასალმებელი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის, რომ მოხდა შეთანხმება პოლიტპატიმრებთან მიმართებაში. მისასალმებელია ის, რომ მოხდა შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სადაც პროპორციული წილი მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნება გაზრდილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მისასალმებელი და პოლიტიკურ დევნის მორატორიუმთან დაკავშირებით, ანუ შეჩერებასთან დაკავშირებითაც რო არის მიღწეული შეთანხმება, ესეც მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი ეს პროცესი იმეც ვიტოვებ უკვე დაწყებულია თუ გავითვალისწინებთ ბატონი კოშაძის გათავისუფლებას. რამდენიმე დღის წინ და მე მართლაც მინდა ჯეროდეს, რომ ხალხის დიდ ნაწილს, რომელსაც არ ვიცი გიორგი ლაპარაკობდა, რომ გაუკვირდა სასიამოვნოდ, ასევე სასიამოვნოდ კიდევ უფრო მეტად გავაკვირვებთ. ვინაიდან ეხა ეს არჩევნები არ იქნება უკანასკნელი არჩევნები ხო ამ ქვეყანაში. ბევრი არჩევნები ჩატარდება და ხელისუფლების ცვლილება მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოხდეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. თუ არა აქ ითქვა კოლეგებმა თქვენს, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარებულიყო ჩვენ მაქსიმალურ ასე ვთქვათ თავდაჯერებულობას ბევრი ამჟღავნებდი და წმენაც ჰქონდა რომ მაინც დავამარცხებდით ხელისუფლებას გამომდინარე იქიდან რომ ეს ერთობა შედუღავდა ნამდვილად და ჩვენ პირველად ეს მაგიდას მიუსხედით ნიკა ლეიბორისტულ პარტიის ოფისში პირველი წინაღობა იქ გადავლახეთ მეორე წინაღობა იქ გადავლახეთ როდესაც ჩვენ შევთანხმდით და ახაც კომპრომისზე წავედით ერთმანეთთან ვინ არის პოლიტიკური დევნილი და ვინა პოლიტიკური პატიმარი აქ ხალხია ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილი ვისაც მიაჩნია რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს სხვა ადამიანების მიმართ ვინც არის მაგალითად 2012 წლამდე დაკავებული და მას შემდეგ და პოლიტიკური პატიმრებიც ასევე ვის მიმართაც ნუ რა გამოტყობელი განაჩენია მაგრამ მივხვდით რომ თუ ჩვენ გვინდა ჩვენ გვინდოდა რომ ეს შედეგი დამდგარიყო მეორე დღესვე დამეთახო შეიძლებოდა ესეთობა არა თუ არ შედგარიყო საერთოდ დაშორებულიყავით ერთმანეთს ბევრი გამოსვლა ქონდა ამიტომ ეს ყველაფერი ხელკინულზე გავიარეთ და მართლაც სასიხარულოა და ეხა საზეიმო უგითხოთ ეხა აღარაფერი არ არის იმდენად რამდენადაც ჯერ კიდევ მართლა უნდა ვნახოთ რა ხდება მაგრამ ის რომ ამაზე ჩვენ ხელი ჩამოვართვით და ამაში ძალიან დიდი როლია რა თქმა უნდა ქართულ ხალხს საზოგადოებას სამოქალაქოს განსაკუთრებით გამოყოფდი ახალგაზრდებს ბუნებრივია პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებულს აბსოლუტურად ეკლექტურს ცუდი გაგებით არა რა თქმა უნდა და რომელი ერთი ჩამოთვალოთ ხო ეს თუნდაც რა ვიცი თქო დავიწყოთ თქვა 8 თვის წინ დაიწყო ეს ეპოპეა მაშინაც კი წარმოუდგენელი იყო რომ ეს ერთობა შენარჩუნდებოდა. აკა ვიყურებ ჩვენ მაყურებელი და ბევრის ყავს თავისი მხარდაჭერი, ამორჩეველი, მაგრამ ყველა მინდა გაიგოთ ხახნო რომ ეხლა თუ ჩვენ საუბრობთ სამართლიან საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკური დევნის შეჩერებაზე, პატიმრების გათავისუფლებაზე, ხო? ეხლა ეს ყველას ეხება დემოკრატიულ ყველა ოპოზიციას. ისეთი იქნება იმ საგარეო კურსის მატარებელი იქნება ამ გემოვნების თუ იმ გემოვნების. ამ ქვეყანაში მრავალი გემოვნების ადამიანი ცხოვრობს და მაქსიმალურად უნდა დავაკმაყოფილოთ ასეთი ადამიანების გემოვნება და არჩევნებზე, როცა გამოვცხადდებით, ვისაც გვინდა იმას უნდა მივცეთ ხმა. მიიყვანს დაწყებულ საქმეს ბოლომდე ხელისუფლება, კი ბატონო. იქნება ძალიან კარგი. ეხლა მე შემოვიდოდი ახლობეს ვესაუბრებოდი და კითხვა დამისვა, რამდენად აწყობდა ეხლა თქვენ უფრო გაწყობდათ ეს არჩევნო სისტემა 130-ო თუ ხელისუფლებას. ეხლა როგორ გითხრათ, მარტივად პრაქტიკულ მაგალითს მოგიყვანთ და არ ვისაუბრებ. შეგადარეთ, აი მაგალითად 2016 წელს დამეთანხმებიან გამოსტილი ხალხი ამ არსებული სისტემით თუ ჩატარებული იყო მაგალითად, ხო? და არჩევნების შედეგს მივიღებდით ისეთი როგორც მივიღეთ იმ გათვლით რომ 30-ვე მოიგო ქართულ ოცნებას დაუშვათ მაშინ 2016-ში 73-ვე მოიგო მაჟორიტარულ გოლკინო ხა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც ქართულ ოცნების კანდიდატი იყო
117 დეპუტატის ნაცვლად ქართული ოცნება მაშინ კი როდესაც ცხენზე იჯდა ქართული ოცნება 2019 წელს შეიყვანდა 88 დეპუტატს. ანუ 150 კაციდან 29 დეპუტატი ნაკლებ შეიყვანდა რა პირობებში, როდესაც ხელისუფლება იყო ჯერ კიდევ ძალიან მაღალი ნდობის მატარებელი საზოგადოებაში და ოპოზიცია იყო დაქსასული. ასე რომ ეხა ვის აწყობს, როგორ აწყობს, ხალხს აწყობს და მაქსიმალურად წარმოდგენილი იქნება პროპორციულად ის რაოდენობა ამ პარლამენტში, ვისაც ხმას მისცემენ. ამიტომ ესეც პასუხი ალბათ ვისაც შეიძლება აინტერესებდეს რა ხდება, რას ნიშნავს ეს. და ასევე არ შემეძლია არ ვთქვა, რომ დამთავრდება რა რიცხვებზე, ციფრებზე, პროცენტებზე საუბარი, ჩვენ ბევრი კიდევ არც თუ ისე ბევრი უკვე, მაგრამ საკითხები გვაქვს შესაძლებელი და მე რა დასაწყები ოფიციალური საარჩევნო კამპანია, სადაც რა გითხათ ეხლა სადაც ეჭვი რომ საარჩევნო კამპანიისთვის ესეთება არსებობს თუ არა მაჟორიტარულ შეთანხმებებზე ესეთობა კიდე არსებობს თუ არა რომ ხელისუფლება შეიცვლება და ვის რა წილი ექნება ხელისუფლებაში აქვს ხოლმე ადამიანი ეს გულისხმობს და სხვებს კიდე ეს ხალხი უნდა გადაწყვეტოს მაგრამ ავიგე დარწმუნებული ვარ რომ ბიზნე ივანიშვილის ხელისუფლება ვერ იქნება და იქნება ოპოზიციაში სხვათა შორის ეს სისტემა და ეს შეთანხმება ბიზნე ივანიშვილის ხელისუფლების ქართულ ოცნებასაც აძლევს შანსს ძალიან კარგი შანსი რომ ნორმალური ოპოზიციური ცხოვრება აწარმოოს არჩევნების შემდეგ და ერთი მეორეს ქვითხელში არ გავეკიდოს